ბაზანა მომიტანა ნავთლუღის ბაზრიდან სასწაული ქრიზანთემები. ნახე როგორი ჯიშებია. დიდი ხანია ეს დიდი უთხუზა ყვავილებიანი არც მინახავს. ნახე როგორებია. სასწაულია გინდა ეს. ამას საქართველოს მზე ქვია. ძველი ჯიშია. ეს წვანეები ნახე რა სილამაზეა. და შემპირდა რომ ამას ხრუსტალებს ვეძახით ბროლიანო. ნახე რა კარგი ესე ძველი ჯიშია. ეს არის უყველა საგურამო წავკისი ამ სიახლოვიდან აი თბილისის შემოგარენიდან მარტვილიდანაა კიდე რამდენიმე ჯიში. აი ესენი მეყური მარტვილის უნდა იყოს. ეხა ჩავალაგებ ლამაზ თაიგულს გავაკეთებ, შემპირდა რომ გაზაფხულზე ნერგებსაც მომაგროვებინებს. რაღაცა ჯიშები მოვაგროვე, წელს არ მქონდა აქამდე. ისნიდან მოვაგროვე და ეს ეხა ნავთლუღია, ნახე რა სილამაზე. ეს დიდი ქოთანი ძალიან უხდება, ნახე რა კაი გამოვიდეს, რა თაიგული დადგეს მაგისგან ნახე. შემდეგი 20 დღე, 30 დღე გაძლებს ასე წყალში ჩალაგებული, ნახე რა იყოს. გამოუცვლი წყალს ორჯერ, სამჯერ და აქ დავდგა მეზოში, ყველას გაუხარდება ვინც მოდის. არ მიყვარს შერეული თაიგულები ერთი ფერის მირჩევნია, მაგრამ ეს რა გამოვიდეს ნახე. მაკრატლით როცა ჭრით, სეკატორით, ბაღის მაკრატლით, მაშინ ეჭყლიტება ეს ღეროები. ჯობია ასეთი სამებაღეო მოხრილი დანით გაუკეთო ასეთი ირიბი ჭრილი, რომ წყალი კარგად აიღოს. რომ დიდხანს გაწვევს. ნახე როგორია. ყველა სეზონს ხავს თავისი დედოფალი. ამ ოქტომბრის და ნოემბრის დედოფალი ქრიზანთემი. ხამით უკვე გრილა. სიგრილია ხამე. 7-6 გრადუსამდე ჩამოდის ტემპერატურა და დიდხან შეინახება. არ გაფუჭდება. ოთახში სიცხეში უფრო უჭირს და გარეთ დიდხანს იქნება. თვეზე მეტი გაძლევს. ცოტა ასპირინს ჩაუდებ წყალში. შუშხუნ ასპირინი რომ არის. ეხა ამ ხელა ქვაბში ეს 30 ლიტრიანია, 40 ლიტრია ალბათ დაახლოებით. 5 ტაბლეტი დაჭირდება. 5 ტაბლეტი შუშხუნ ასპირინი რო ჩავაგდო და 1-3-4 კოვზი შაქარი. დიდხანს მისცემს ძალას და დიდხანს გაძლევს. ძალიან კარგია ასევე ტაბლეტები რომ ავები იმის ნახშირი რომ სამკურნალო ნახშირი. ბაქტერიების გავრცელებას უშლის ხელს, წყალი სუფთა რჩება და დიდხანს გაძლევს ყოლი. ნახე რა სასწაული ყვითელია, კვერცხის გულისფერი. გადასწრები ჯიშებია ესე. ეს მარტვილიდანაა, მარტვილშია საფხურები და იქ მოყავთ ეს ჯიში. მე არა მაქვს, უნდა გავამრავლო ეს. აქამდე არ ვწყალობდი ქრიზანთემებს, ახლა ამ ბოლო დროს ამი ჯინჯილმა წინ წაიღო. როცა ყვავილი არის კარგი, ხარისხიანი, არ ჭირდება არაფერი მოსართავები. არც ტოტი უნდა, არც გაფორმება უნდა, უბრალოდ ჩაალაგებ და ლამაზია. როცა სუსტია ყვავილი და არ არის კარგი, ნახე როგორ აქვს მოწყვეტილი, ამას პინცირებას ვეძახით. ის მსხვილი რომ გამოვიდეს თავი, ეს გვერდები აქვს მოწყვეტილი, ნახე? აი. იქ პატრონმა მოაწყვიტა. რომ ის ერთი გამოვიდეს მსხვილი. ერთ ტოტზე რომ რამდენიმე იყოს, მაშინ ასე დაწვრილდება. ეს ჩემი საყვარელი ჯიშია. ძველი ჯიშია ქართული. სოხუმის ბაზარში მაქვს ნანახი. ბავშვობაში. იქაურ გამ აი ამ ხელები, ოქროსფერები, გადასწრებები მინახავს, იმის მერე ისეთები არ მინახავს. სასწაული ჯიშები მაქვს იქ ნანახი. ნახე, აი ამაზე კარგად ეტყობა. ესენი არა აქვს მოცლილი. გვერდები არა აქვს მოცლილი და ნახე ეს პატარა ზომისა. რომელსაც ამას მოაცლიან, ის გადიდება. ეხლა ამაში ჩავდებ ამ ჩალისფერებს. ამას ჩავდებ, ამ ბურდოს ჩავდებ და სხვა მაგაში მეტი არაფერი არ უნდა. თეთრებს და მწვანეებს და იმ თანამედროვე ჯიშებს სხვაგან ჩავდებ. აი ამ ძველებს ჩავდებ მაგაში. ეს წავკისია ეტყობა, ღეროებზე ეტყობა. ან მარტო ესეც აქ წავა ნახე როგორი ჩახუჭუჭებულია. არა ეს მარტივი ცუდი ჯიში არა, ძალიან კაი ჯიშია. ჩახვეულია, ნახე როგორი ასე. ამ თაიგურს უძღვნით ჩემს
უსაყვარლეს მასწავლებელს ჟუჟუნა ავალიშვილს, რომელიც დავკარგე და აი რამდენიმე დღეა ერთი კვირა რაც გამოვემშვიდო. მისი სახელობისა იყოს და მას ამ თაიგულთან მოსულმა ხალხმა გადაიღონ ბევრი ფოტოები და გაიხარონ, რომ ჟუჟუნა იყოს ნათელში. ჩემი ჟუჟუ იმის სახელობაზე იყოს. მას გაუხარდებოდა და ძალიან მოეწონებოდა ვიცი. ერთხელ კაფელის ყიდვა ვთხოვე, იცი? გამყევი მეთქი, ჟუჟუ კაფელი მაქვს საყიდელი მე. ძალიან იცნობდა ფერები, იცოდა გადასარევი. შეხამებები, ისე ვერავინ ვერ შეახამებდა, არაჩვეულებრივად ქსოვდა, არაჩვეულებრივად თაიგულებს აკეთებდა და ვთხოვე გამყევი მეთქი და ელიავაზე და წამყვ. სამზარეულო იყო ყავისფერი და კაფელი ამარჩევინა მწვანე. მე ვთქარ ჟუჟუ, მწვანე კაფელი, კაი რა, რაღაცა დავიჭმუჭნე. Zurico Malchis, ასე მითხრა. ეტაჟი კლასიკესკი საჩეტანი. მწვანე და ყავისფერი. ეტაჟი და სულ მახსოვს, რომ როცა ვაკეთებ რაღაცას და მწვანე შეურევ, ჟუჟუნა გამახსენდება. კლასიკესკი საჩეტანი. Zurico Malchis, ასე მითხრა. ჩემი ჟუჟუ ძალიან ბევრი რამე ვიცი ჟუჟუსკა, ძალიან ბევრი რამე. ვიცი როგორი რაღაცები ვიცი, რაც წიგნიდან არ წაიკითხე. მარტო გამოცდილებით რომ მიიღება, ისეთი ხერხები ვიცი ჟუჟუსკა. მაგალითად, სხვილი და წვრილი ყვავილი რომ უნდა შეურიო ერთმანეთში რომ მიიღოს სიღრმე. თაიგული რომ არ იყოს ბრტყელი და იყოს ფუშფუშა. ერთი და იგივე ჯიშის სხვადასხვა სიმსხვილის ყვავილი. ნახე, ეს სხვა ხასიათია ზუსტად. იგივე ჯიშია, ოღონდ ეს წვრილი, ეს მსხვილი. მიხვდი რა სიზამს, ის რო მსხვილია, ეს წვრილია, ოღონდ ერთი და იგივე გააფუებს და კიდე უფრო დიდად გამოაჩერა. ეს ჟუჟუსგან ვიცი. რამე თაიგულს რომ გავაკეთებდი და ვაჩვენებდი, რა თქმა უნდა, დავანახებდი, ისე სხვას არ დავანახებდი, ჯერ ჟუჟუს დავანახებდი, ეს გადმოუტრიალებდი. უსიტყვოდ არ შენიშნოს, არ მომცემდა, მოვიდა და რაღაცებს ამოაძრობდა. არასდროს არ უკადრებია რომ რამე ჩაამატოს. ამოაცლიდა რაღაცებს და ასე ჯობია სუნთქავს სიტყვოდ. ასე სუნთქავს. ნახე როგორ თვისება აქ ამ ქრიზანთემას. ერთი ცალი ყვავილი თუ გამოდრა, მე მთლიანი იშლება. დაბღრიალდება და იშლება. ამას მეტი არაფერი არ აქვს. მაგრამ ფონი კაია ნახე. ფოტოს გადამიღებ ნათია. კი.